დიდება და მადლობა უხვალს, მადლობა ღმერთს, დღევანდელი ასრულებული მსახურებისთვის. ღმერთმა შეიწიროს ჩვენი ერთობლივი ღვთისმსახურება და ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და ჩვენი ვედრება. დღეს ჩვენს მიერ აღვლენილი მსახურება ჩვენ კარგად ვიცით, ეკუთვნა ჩვენს მიცვალებულებს. ეს მსახურება არის, მე ვფიქრობ, ყველაზე რაღაცნაირად რთული მსახურება, იმიტომ რომ მთელი მსახურების განმავლობაში მიცვალებულებზე ფიქრობ და იქითკენ გაქვს მთელი შენი გონება. რაღაცნაირად მეც მიჭირს ხოლმე ძალიან, იმიტომ რომ ნებისმიერი გარეთ გამოსვლის დროს გიყურებთ რა თქვენ რაღაცნაირად მეტნაკლებად კილოს მაინც ვხედავ და ეს ტკივილიც რა თქმა უნდა ჩემზეც გადმოდის, მე ვიზიარებ აი ამ ტკივილს და გვიჭირს ხოლმე ყველა მსახურება. მაგრამ რომ დავფიქრდე თვითონ სიტყვა გარდაცვალება, სიტყვის მნიშვნელობაც ძალიან დიდ ნუგერს აძლევს ნებისმიერ ჭირისუფალს, ნებისმიერ მართლმადებელ ადამიანს. იმედს იმისა, რომ ადამიანი არ კვდება, არამედ უბრალოდ ერთი სამყოფელიდან გადაინაცვლებს მეორე სამყოფელში. როგორც ჩვენ დიდი მამა წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის, გარდაცვალება ეს არის სათესასწრაფოში შობა და ნამდვილად ასე არის. ჩვენ აუცილებლად გარდავიცვლებით ჩემოძრებას. აუცილებლად ყველანი გავალთ ამ სოფლიდან. მეც თქვენც. ანუ ჩვენ დავიბადეთ რა ამ სოფელში, აუცილებლად უნდა გარდავიცვალოთ, რომ დავიბადოთ სათესასწრაფოში. რომ დავფიქრდეთ სიღრმისეულად, წარმოიდგინეთ თქვენ გარდაცვალებაც ძალიან დიდი მოწყალებაა მოცემული ღვთისგან ჩვენზე. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ ადამიანი რომ უგდავი იყოს და დაუსრულებლად ცხოვრობდეს. რამდენი ცოდვა იქნებოდა დაუსრულებლად, რამდენი ცოდვა იქნებოდა მარადიული ჩემოძრებას. აი სწორედ რომ თქვათ, გარდაცვალებით თითქოს და უფალი აი ამ უსამართლობას, ადამიანების მიერ ჩადენილ უსამართლობას თავის დროზე რა თქმა უნდა წერტილს უსვამს. როგორც გითხარით, ადამიანი რომ მარადიულად ცხოვრობდეს, ყველა ადამიანს გვაქვს მეტნაკლებად მიდრეკილებები ბოროტებისკენ, მიდრეკილებად ცოდვისკენ და წარმოიდგინეთ, აი ეს მიდრეკილებებიც იქნებოდა დაუსრულებელი. და სწორედ რომ უფალი აი ამ ჩვენს საშინელებას, ჩვენს ცოდვით ბუნებას გარდაცვალებით ამთავრებს. რომ არა ასე დამიჯერეთ, ძალიან დიდი ქაოსი იქნებოდა და ძალიან დიდი საშინელება იქნებოდა. რაც შეეხება დღევანდელ მსახურებას, როგორც ვიცით და როგორც აღვნიშნეთ, მიცვალებულთა სახელზე გვაქვს მსახურება და მადლობა უხვალს, რომ რაღაცნაირად აი ამისი საშუალება გვაქვს ჩვენ. მადლობა ღმერთს, რომ გვაძლევს საშუალებას, რათა შევეციოთ ჩვენს გარდაცვლილ ადამიანებს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და როგორი ცხოვრობდეს, არ უნდა ცხოვრობდეს, შეწევნა, დახმარება ყველა ადამიანს ენდომება. ჩვენს როცა გარდავიცვლებით, აუცილებლად გვენდომება შეწევნა ჩვენი ახლობლებისგან, ჩემოძრფოსები. სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს, ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იმიტომ რომ მათაც უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ მიცვალებულს, ნებისმიერ გარდაცვლილ ადამიანს ჭირდება ჩვენი მხრიდან დახმარება. და რა სახის დახმარებაზეა საუბარი? უმთავრესად და უპირველესად ეს არის შეკვეთილი წირვები. ეხლა რასაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ მსახურებას მიცვალებულთა სახელზე, წარმოიდგინეთ ამაზე დიდი მსახურება დედამიწაზე არ არსებობს. არც ერთი მსახურება, ვერც კი შეედრება ვერანაირი მსახურება აი ამ საღვთო მსახურება ჩემოძრფასება. და წარმოიდგინეთ ძალიან დიდი არის მადლი ნებისმიერი მიცვალებულთათვის, რომელ მიცვალებულთა სახელზეც აღესრულება ეს პერსონალურად შეკვეთილი წირვები. ამასთან ერთად კიდევ გვაქვს პანაშვიდები, მცირე და
დიდი პანაშვიდი, რის შემდგომაც ჩვენ ვიცით ხოლმე ტაბლის კურთხევა. აბლაც ერთგვარი სახია მოწყალებისა, რომელიც უშუალოდ მიცვალებულის სახელზე იკურთხება. ნებისმიერი მსახურება, ეს იქნება მცირე პანაშვიდი თუ დიდი პანაშვიდი თუ შეკვეთილი წირვა, ნებისმიერი ღვთისმსახურება მიცვალებულისთვის ძალიან დიდი ნუგიშია რა, ძალიან დიდი ნუგიშია. მით უმეტეს მოხსენიება, რა თქმა უნდა, კვეთაში და შემდგომგე ბარძიმში. რა დიდი სიხარული უნდა გქონდეთ მან, რომ მისი ოჯახის წევრი არ ივიწყებს და იმ სიყვარულით დგა და ემსახურება როგორც ღმერთს, ასევე თავის ცოცხლებსაც და რა თქმა უნდა მიცვალებულებს. აი ესეთი დიდი მსახურება გვაქვს ჩემოც უფლება ყოველთვის მიცვალებულთა მსახურებაზე და ამიტომ ვიძახი ხოლმე გულისწყეთით, რომ მიცვალებულთა მსახურების დროს ტაძარი უნდა ივსებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გველოდებიან ჩვენი მიცვალებულები. მით უმეტეს შაბათ დღეს. შაბათი ზოგადად შაბათი დღე ეკუთვნის ნებისმიერ შაბათზე აქვს საუბარი. ეკუთვნის მიცვალებულებს. ერთ-ერთ ქადაგებაში უწმინდესიც ამბობს და ძალიან ბევრი წერენ კიდე წმინდანები აი ამ დღეზე, რომ ყოველი ქრისტიანი შაბათ დღეს ეკლესიაში უნდა იდგეს და მცირე პანაშვიდი მაინც უნდა გადაახტევინოს თავისი მიცვალებულთა სახელზე. და წარმოიდგინეთ ყოველ შაბათ დღეს კი არა და შეიძლება ისე გავიდეს მთელი თვეები და მთელი წლები, რომ ოჯახს თავის მიცვალებული სამწუხაროდ არ ახსენდება ხოლმე, რაც ძალიან დიდი ტრაგედია, ნამდვილად დიდი ტრაგედია. გაგაძლიეროთ ღმერთო, გაგახაროთ ღმერთო, უფალმა შეიწიროს თქვენი ღვთისმსახურება, შეიწიროს თქვენი ერთგულება და მოიხსენიოს თქვენი მიცვალებულები და აცხონოს თქვენი მიცვალებულები ჩემოც ვიფასებ. გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა თქვენ. იცოცხლეთ, დიდღებსელეთ და გაიხარეთ.